ახლა კი ჩემო ძვირფასებო სტუდიაში მინდა მოვიწვიო არაჩვეულებრივი ადამიანები, არაჩვეულებრივი მომღერლები, მაგარი მეგობრები და საოცრად პოზიტიური ადამიანები. მაშასე მივესალმოთ შორენა იმნაძე და ლოლა წერეთელი. ვაპირებდი შევა გამეგრძელებია და მაშინ დამთავრდა მაინც და მაინც ესე იგი ადამიანები რა ვიცი როგორ გამახარეთ რომ ჩამობრძანდით და პირდაპირ ჩვენთან მობრძანდით და შორენა საათი რატო არ გეკეთია ხელი გამოვიღე შეგენაცვალე შეიბნიე რო ცოტა მდიდრულად გამოვიყურებოდეთ იმდენი ამბები მოყვა მოკლედ რომ აი ძირფასებო ეს არის ჩემი უძალიან მაგრესი საათი ეს რა ღირსო რა თქვი რომელიც მაჩუქეს ეს უკვე ესა იყო 2 დღის წინ ტელევიზიაში ჩემი საათი და ნუ კომენტარებში ძალიან ბევრმა ისეთი კომენტარები დამიწერა რომ რავი მგონი არ ვიმსახო ესე იგი $55,000 მეგობრებო იტყუება 8 ლარიანი საათია არაფერი არ იყო აქ სალაპარაკო ჩემო შორენა შეგენაცვალე კაი 150 საათიანი დაგიკლია გენაცვალე მშვენიერი საათი ხო და აქედან რო წახვალ ახლა ოპელში ჩაჯდები ლოლა ძირფასებო ძალიან მოხარული ვარ მართალია შენი საათვალეები 30,000 ღირსო არა 16,000 ღირს ეხლა მაიცა დავითვალო მიდი შენ კარგად გამოგდის თვლა $150 შეგენაცვალე მშვენიერი აი ძალიან ძვირი არა ნამდვილად ლოლა მოწესრიგებული კარგი 50 რა გინდა ბიჭო რა გინდა გაგიდება ორი გაჩქა საათი დაიარე ვაიმე არის ესე და რა გავაკეთე თან ამაზე გაუშვეს ხაზი რომ ყოველთვის ხო იცი ჩემი ლაპარაკი ვარ გურიიდან წარმოშობი და ნუ აი ძალიან გადამისვეს პროვინცია ხალხო ესეთი ვარ დღეს უფრო სვეც კი მინდა რომ ვიყო და მე მგონი გამომდის თუ ვერა ესე იგი ანუ არა გოგო ეხლა 51,000-იანი თვლა ხო ვიცი კი ხო გიკეთია საათი თუ გაცვია როგორ გაცვია საათი რა კარგად ლაპარაკი გიკეთია ძალიან საყვარელი ის საყურებიც მაგრამ რამს დაუხდება კარგი ბატონო აბა რა საყურებიც კარგად ახურავს და უხდება გენაცვალეთ მადლობა რომ გვესწოვრეთ და რა თქმა უნდა რომ ჩამობრძანდით საქართველოში და ჩვენთან მოხვედით პირდაპირ აქ მოხვედით თუ მოასწარით არა ჯერ არა მე ესე ჯერ არა ლოლა შენ სად იყავი მე ჰოლანდიაში ვიყავი არა რო ჩამოხვედი ჩვენთან მოხვედი რო ჩამოვედი არა ჯერ არ სად ცალ-ცალკე ორივე ხართ ჩვენთან ნამყოფები და ძალიან კარგი გადაცემა გამოვიდა და ეხა ორივე ერთად უკვე სხვა სინთეზია და დარწმუნებული რომ მაგარი გამოვა შესაბამისად ესე იგი მაინც მინდა დაუბრუნდე ჩემო ლოლა ჩამოფრინდი ჰოლანდიიდან და პირდაპირ საქართველოში თუ იყავი შენ სხვა ქვეყანაშიც მანამდე არა საქართველოში ჩამოვედი ადამიანო სომხეთში არ ყოფილ ხარ არა ჯერ არა მაგრამ ვაპირებ ხო აპირებ კარგი სამაგიეროდ მაგრამ სასომხეთიდან სიმღერა ჩამოვიდანე შეგენაცვალე აბა კი ბატონო მე იმას სუჯუქს ველოდებოდი მაგრამ არა უშავს არა სუჯუხი ვერა ხო მე როგორც კი ჩამოფრინდი გურიაში წავედი შეგენაცვალე მე გეტყვი ახლა ეთქობა საათი ქონა დამარხული და გურია აჭარა იქიდან წამოიღო საათი მოვედი ჩემო კარგებო თქვენ შეგენაცვალე სხვათა შორის შორენა მე აკარგი გოგოა მეტო მიყვარს ხო 3 საათის ჩამოსულია ჩაირბიდა გურიაში გადაირბიდა აჭარაში გადმოვლინე ყველაფერი გურიები ვარ გურულები შეგენაცვალე კარგია ეს არიან ადამიანები რომლებიც ჩვენ ემიგრანტებს ძალიან უყვართ იქ მოღვაწეობენ საზღვარგარეთ და ძალიან აბედრირებენ ჩვენ ხალხს რომლებიც მინდა რომ ნიკოლოზ მოვიკითხო შენთან ერთად ეს ხალხი ყველა ჩვენს ემიგრაციას ყველა ჯანმრთელობა და მალე საკუთარ ოჯახებში დაბრუნება უსურვო
მათ და მე ესენი ჩამოვლენ აბა ხა ისე როგორ იქნება და სულ გვეყურებიან გადაცემა. შესაბამისად ჩვენი გოგოებიც მოგზაურებიანი რაგერ ჰოლანდიდან ჩამოუფრინდიო და ჩვენ წალკაში ვიყავით გულში წინ ისეთი გებედრიერები ვიყავით ამხობილი ვიყავი რომ გარემო გამოვიცვალეთ შეგენაცვალეთ წრემლი მომადგა თვალზე რა შვები ჰოლანდიელები ეგ დაქცეულები როგორ მეწოდები ახლა ესე იგი თქვენ რომ გიყვართ ერთმანეთი და პატივსცემთ და დაქალობთ გასაგებია და უკვე ისიცაა გასაგები პრინციპში რომ რატომაც გაჩნდა იდეა და მაინც იქნებ მოგვიყვეთ როგორი დიდი სიამოვნებით მოგიყვები ეს სიმღერა ნამდვილად ერევნიდან ჩამოვიდა ნაბღერი იყო მე და ჩვენი ერთი თბილისელი ბიჭი სომხურად ვიმღერეთ ეგ სიმღერა და მე ვიფიქრე რომ მაინც ორ ენაზე მაინც გავაკეთებდი ჩვენ ენაზე მაინც გავაკეთებდი იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ენაზე ანუ ჩვენს ქართულზე განიერ ჩვენ ენაზე აბა რა ჩვენ ენაზე აბა ჩვენი მე თბილისელი ვარ აბა გასაგები ხო და გავაკეთე და ვიფიქრე აი თან საინტერესო რა არის იცი ქობულეთში ვარ პიჟამოში ზივარ და ფიქრობ არის სავსე დარბაზი სავსე დარბაზი მე პიჟამოში სავსე დარბაზი კაროჩე და ვფიქრობ რა ვისთან ერთად ვიფიქრე ჯერ გიოს უთხარი მაგრამ გიოს რაღაც საქმე არ მოსდის არ უხდება პიჟამოები მაგრამ ვიცი გენაცალოს ლოლამ ხო და მე ვიფიქრე რაღაც ისეთი სინთეზი უნდა იყოს აი ცოტა გიჟური თან პლუს ვიფიქრე ვინ შეიძლება როგორი ქალები ვარ გოგო ქარიშხალი ქალები. და სიმღერაც ქვია ეგრე. კი. რა ქვია ეგრე? ქარიშხალი ქალები. კი. და პლუს მის სამღერის ვათაშორის დავწერეთ ჩვენ ერთად. და მე უკვე უთხარით ტექსტი არის ქეთი ჩხაიძის. ჩხაიძესი, ხო? მის სამღერი არის ქალბატონი ლოლა. არა, მარტო მე არა. მე, შენ, ინგა, ნელი, რა ვიცი, ყველა ჩვენი რამდენი მის სამღერია? გაჩერდი. მოკლედ ეს რაც მე ლოლა მაწვალა ამ სიმღერის ჩაწერაზე რატო რა გინდა გოგო? მიწუნებს ხო ხა ლოლასთან მესმის რომ ლოლა არის ძალიან პროფესიონალი შორე ასე იმღერე ასე იმღერე 30 ჯერ ჩამაწინ ლოლ კაია ნიეტ ლოლ კაია ნიეტ ვაიმე ვიფიქრე ან ვიღაცამ თქვას დამთავრდა უკვე წადით სახლში ბოლო ჩაიწერა რისთვისაც ლოლას ძალიან დიდი მადლობა რა თქმა უნდა ჩვენს მსმენელსაც და ბიჭებო თქვენ რომ მოგვიწვიეთ უსაყვარლესები ხართ დიდი მადლობელები ვართ ძალიან მიყვარხართ აგერ ჩვენი ბიჭები თქვენგენაც სვალეთ რავარი კარგები ხართ შენ ნამეტანი გასვეწკებული ხარ სად არის შენი ცეცხლი იცი რა ой საათი რო გამეჩნია საათის ბრალია ნიკოშ საათის ბრალია ეს ესეთი კომენტარი საათის ბრალი არის ხუჯერ და უკრა დაშკი არ იყო საჭირო მაგრამ იცით რა ხდება ზოგადად მე ვარ როგორი ტიპი ჩემო მეგობრებო და ჩემო კარგებო რაც არ უნდა ვიღაცა არ მომეწონოს და ცუდი რაღაცა მე არ ვარ რომ იმას ცუდი კომენტარი დაუწერო ავსკროლავ და ისეთი რაღაცეებს წერ ზოგი რომ საერთოდ არის თუ არიცი ვინ ვარ ჯერ გაიცანი ბიჭო იქნება მოგეწონოს კაი გოგოა კი არა სრული სერიოზული მეც ასე ვიყავი რა კომენტარებს უწევდი და რო გავიცანი კაი გოგო მართლა პოზიტიური გოგოა ჩვენი შორენა და ორთავე რა თქმა უნდა მაგრამ ცეცხლი მე მიხვალ ჭადი გინდა რამე გინდა უცბად გამოგიცხობს ჭადი გენაცვალე რატომაც არა შვენიერი ლოლა კაი ბასტურმა არ მიყვარს ბასტურმა რა გავაკეთე არ ჩამოგიტან ბასტურმას მაგრამ ხوار გამსინჯა ერთი ლუკმა საჭირო არ მიყვარს გამასინჯა ერთი მე უფრო ის ერთი ლუკმა ხوار გამასინჯა კაბაჩოგი მიყვარს ბატონო ის რა ქვია ქართულად მაიცა ყაბაკი ყაბახი ხო ეს მიყვარს მაგას უბატავ ჯამა სალათები მალათები კატლეტები მიყვარს ძალიან კატლეტები აი ხო კვადრატიანი კატლეტი ხორცი სადაც ზურავია ყველაფერი მიყვარს მაგრამ რატო ყაბაყი არ არის ჯერ სახელია ფოთაშორის ძალიან კარგია ძალიან კარგი მითხარი შორენა ეხლა რა ხდება შესკენ რამე ისტორია გექნება ისეთი რაც ჯერ არსად არ მოგიყოლია რაღაც გადაგხდებოდა აუცილებლად რაღაც 4-5 დღეა რაც საქართველოში ვარ და ახალი ნომერია ვიღებ ატიკ სასტუმროსი თუ არა ბატონო ტელეფონი
ყველა დღე მირეკავს ერთი და იგივე ქალი და მეკითხება ვახტანგი სადაა. და ძალიან მოგრძალებულას გამარჯობათ ხალბატონო. არ არის ვახტანგი. არ ვიცი გეშლებათ ნომერი. წუხელ უკვე პიქს მიაღწია. ქალი რეკავს გამთენიას 4 საათზე და ვახტანგი დამალაბარაგეო მეუბნება. ხალბატონო ძინავს ვახტანგის და გავაღვიძო თქვა. ნობია არ გეიღვიძოს, მაგი გაუღვიძებელიო. თუნე სიდედრი ურეკავს ემიგრაციიდან და ვახტანგი სიძია მისი კაცო. გაიცნობდი. ხო და ასეთი ამბები. ემიგრანტი თქვა დაგეგმავდი უკვე კონცერტში. ემიგრანტი მე რა მაინტერესებს ეს ტელეფონის ნომერი სადა იყო რომ მივიდა იქ და რა ნომერი მივცე და ვახტანგის ნომერი მეც მაინც არიღებს მაინც არიღებს მაგ ტელეფონზე ვახტანგის ნომერი მივცე და ანუ ვახტანგი ძალიან დაიჩაგრა. ლოლა შენსკენ რა ხდება ძველი შენსკენ ძველი ახალი თუ ძველი? ძველი პიჟამოა და ახალი აგერ. უი, მივდივარ კახეთში მაქვს კონცერტი. შენ გურჯაანში ალბათ. გურჯაანში, ხო? არა. ჩადი, კარგად იყავი, აბა, კაი. რა ქვია ეს? საგარეჯო, ხო? არა, გურჯაანი რო გეთქვა, მაინც ამოჭრიდან და საგარეჯო რო არ კარგია. აჰა, კაი. ლოლა, სად გაქვს საგარეჯოში კონცერტი? კახეთის კარიბჭე ხო მგონი ლო? ეხლა მაიმინდა რომ ლოლამ თქვას ეს. კახეთის სად? არა. კახეთის სად გაქვს ლოლა? არ გეტყვი. ხო და არ მოგივასმენელი. არ გეტყვი, მოვა. არა, უბრალოდ კარიბჭე თქვი, არ შეიძლება აქ. კარები. კარების კაპს რიფში. კი ბატონო. მესმის ჭირ თორი გამოსათქმელი. ძალიან ძნელია. ესე იგი მე ვიყავი ჩამოსული. ვიყავი აჭარაში ჩემო ძვირფასებო. ნახე ეს ჭირს რა კარგად ხმარობს? ისეთი კარგი საღამო მქონდა პატიკო. 300 კაცი მოვიდა. შეგინოც რა ეთქობა საათით სანაყავად. მაშინ არ იყო საათი ასეთი აქტუალური პატიკო. ძალიან კარგი ისე იმდენს დადიხარ იმ კაიკას კომპასი უნდა ეჩუქები და მაგასაც მაჩუქებს. $50,000 კომპასი რო გაქვს, ხატყა უნდა წახვიდე. აჭარლებს უყარხარ შენ ძალიან. ძალიან. არა მარტო აჭარლებს. ეხა დარწმუნებული ვარ ნიკოლოზ ამათ ისეთი რამე აქვს. აჭარლებს და აქეთ გურის და იქით სამეგრელოს აქეთ მხარეს ცოტა უყვარს ძალიან. რატო ასე? მე ყველას უყვარ ვარ. ვიცი, კაც შეგენდაც შენ საოცარი გოგო ხარ. ამათ ეხლა ისეთი. აი, ახალი რამე დონდა მეთქვა, იცი? აზრი მაქვს ისე. აბა თქვი? ხო. ვიფიქრე და ვთქვი, რომ იმდენი კუთხე გვაქვს ჩვენ. კაი, გემრიელი. კახეთი არის. რაღაცა. ო, კახეთი, იმერეთია, ქართლი, გურია, სამეგრელო. ერთი ტურნე რო გავაკეთოთ. აი მორჩებით და გავიდეთ. მორჩი და გავიდეთ, всё. წავიდეთ და წავიდეთ. ესე რის თქმა მინდა ეცი ნიკოლოზ. ეხლა ესენი ორივენი ამ მათ სილამაზესთან, ნიჭიერებასთან ერთად ძალიან ეშმაკები არიან. რა თვალსაზრისით? ეხლა ამათ ისეთი სიმღერა ექნება გაკეთებული დაანგრევს ყველაფერს. როგორც დავიწყებს ხალხს, საათს, პიჟამოს და ასე შემდეგ და რა ვქნათ გოგოებო? ჩვენ ყოველთვის მინდა გითხრათ რომ გელოდებით ჩვენ გაცემის კარები ღიაა. დიდი მადლობა. მე როგორც კი გაგიჩნდებათ სურვილი ახალ სიმღერას ჩაწერთ. დიდი სიამოვნებაა. ჩაგაწერნოთ არ ინერვიულდოთ არაფერზე თქვენ უნდა სულ იმღეროთ. რომ ძალიან გიხდებათ და მოდი გითხარით ერთხელ კიდე სათაურის სიმღერის ქარიშხალი ქალები. მოკლედ ქარიშხალი ქალები. მე ასე ჩამოვაყალიბებდი ჩემო კარგებო ამას. სიმღერა ქარიშხალი ქალები. ტექსტის ავტორი ტაიფუნი ვინ არის ტექსტის ავტორი? ქეთი ჩხაიძე. ტაიფუნი ქეთი ჩხაიძე. ფონოგრამა გრიგალი. ასრულებენ ცუნამი გოგოები. ცუნამი გოგოები, ო? ბრავო, რატომაც არა. მაგარია. ამის всё დაერქვა ამ სიმღერას ცუნამი გოგოები. ეს სჯობია. რაც უნდა მოვიფიქროთ როგორ დავასახელოთ. კი, რატომაც არა. მე მაინც გონია რომ სიმღერას მოусმინოთ
და მე სამღერი რო დაწერეთ 30-მა ქალბატონმა მაინტერესებს რა გამოვიდა. აი ნახავ. და იქიდან გამოვიდა მაყურებელი დასკვნას. მოკლედ, არაჩვეულებრივი სტუმრები პრემიერით შორენა და ლოლა თქვენი უსაყვარლესი ადამიანები შეგვისურვებენ ქარიშხალი გოგოები. სიმღერით წასდგებიან თქვენს წინაშე. ხო?